გამარჯობა. დღეს ვესტუმრებთ ერთ-ერთ ობიექტს, სადაც მიმდინარეობს უმაღლესი კლასის სამშიანი პარკეტის დაგება. სამონტაჟოდ კი ვიყენებთ შტაუფის უნივერსალურ პარკეტის წებოს. მოდი ერთად ვნახოთ მიმდინარე პროცესი. გამარჯობა შოთა. გამარჯობა გიორგი. შოთა გახლავთ თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. მოკლედ რომ მოგვიყვე, რა პროცესები გავიარეთ და ეხლა რა ეტაპზე ვართ, რა ხდება? ჯაშკა აქ გასუფთავდა, მოვაწესრიგეთ. შემდეგ დავასხეთ თვითწორებადი, დაველოდეთ შრობას და დავიწყეთ ფანელის დაგება. შემდგომ დავიწყებთ პარკეტის დაგებას. ხმარობთ შტაუფის წებოს. აი, რატომ არის პარკეტი აი ესეთ, უბრალოდ ფანერა ესეთ ფორმატში? საკმაოდ ბევრი კომუნიკაციები გადის ჯაშკის ქვეშ და რომ ავერიდოთ დაზიანებას და ზედმეტი დახვრეტის გამო ვიყენებთ შტაუფის წებოს, რომელიც ძალიან ძლიერი ადგეზი აქვს და კარგი მოკიდება აქვს, ამოცდილი მაქვს და მოკლედ სანდო არის, ვერ აძრობთ. მნიშვნელოვანია, რომ წებოს წასმამდე იატაკი სათანადოდ გასუფთავდეს მტვრისგან. მეტი საიმედოობისთვის დასაწებებელ ადგილს ნამიანი ტილოთი ვწმენთ. მოწმენდილ ზედაპირზე ვიყენებთ გერმანული შტაუფის უნივერსალურ წებოს, რომელიც გამოირჩევა ეკონომიური ხარჯით, ელასტიურობით და ადგეზიის ხარისხით. ამასთანავე მოხმარებისას არ გამოყოფს არანაირ მავნე ნივთიერებებს. ახლა კი შეგვიძლია ფანერის დაგებაც დავიწყოთ. შემიძლია ესე დავდო ხის მიმართულება. მოხვეწის დროს ზუმბარა რო შედის, ამაზე ნაკლებად იღებს, ამაზე მეცინებს. აუცილებელია, ან ესე უნდა დაიგოს ყველა მიმართულება. ან ესე. თუ გაინტერესებს საბოლოო შედეგი, მაშინ აუცილებლად ადევნეთ თვალყური ჩვენს სტორიებს და პოსტებს.